ჩვენ მოვიდით პრობლემით, დავაყენეთ შლაგბაუმი ჩვენი ეზო შემოსასვლელში უსაფრთხოების მიზნით, რადგან ხშირად იყო მანქანების ისეთი მოძრაობა, რომ ბავშვებს უქრინდა უსაფრთხეს. შემდგომ გვიჩივლა სტომატოლოგურმა კლინიკამ, რომელსაც რეალურად არ ექნება პრობლემა, რომ ბიზნესი აწარმოოს იქ არანაირი პრობლემა. ამის გამო ვართ აქ, იმიტომ რომ ჩვენ დაგვემუქრნენ, რომ შლაგბაუმის დემონტაჟი მოხდებოდა, მაშინ როდესაც რუსთავის ძალიან ბევრ უბანში შლაგბაუმი არის დამონტაჟებული, როგორც გავიგეთ, უკანონოდ თუმცა შლაგბაუმზე არ გაიცემა საერთოდ რაიმე ნებართვა. ჩვენივე ფინანსებით გავაკეთეთ ოჯახს საკმაოდ სოლიდური თანხა დარჩა შლაგბაუმის გაკეთება, ამიტომ მისი დემონტაჟი ჩვენთვისაც რთული იქნება 24 ოჯახისთვის. ნამდვილად არ ვიცი რა არის სტომატოლოგიის პრობლემა, იმიტომ ჩვენ მათთან ქონდა კომუნიკაციის ცდელობა, მაგრამ არც ერთ მომენტში რეალური პრობლემა არ უთქვამს, გარდა იმისა, რომ ექნებათ პრობლემა ბიზნესის წარმოების, რაც არის ტყუილი, იმიტომ რომ სრული ადგილი არის დარჩენილი, რომ მანქანა მოვიდეს, გააჩეროს, შევიდეს სტომატოლოგიურში, სადისტრიბუციო მანქანა მოვიდეს, გააჩეროს, შეიტანოს თავიანთი სამედიცინო საშუალებები, მსგავსი არაფერი პრობლემა არ არის. 22 ნომერს აქვს ეზო, რომელიც იწყება მარჯვენა მხრიდან და არა. ეს არის თავისუფალი სივრცე, შლაგბაუმის დაყენებისთვის აუცილებელი იყო ჩემი ინფორმირებულობა და ჩემი თანხმობა. რაღაცა წინადადებით მაინც რომ როგორღა შევთანხმებულიყავ. მსგავსი რამე არ მოხდა. მე ძალიან შეურაცხყოფელი განცხადებები კეთდება მათ მხრივ წლების განმავლობაში და ეხა განსაკუთრებით პატრულებიც ყავდა გამოძახებული რამდენჯერმე, იმიტომ რომ მე განვაცხადე, რომ ეს შლაგბაუმი აუცილებელია. უკანონოა ჯერ ესეთი დააყენეს ჩუმად, წყნარად, უკანონოდ. ამაზე რაც განვაცხადე, შეურაცხყოფა, ლანძღვა, ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ყველაფერი იყო და უბრალოდ ეს არ არის. ეს გასცდა ყველანაირ საზღვრებს. ძალიან წინააღმდეგი ვარ. თავისუფალ ზონაშია დაყენებული, ძალიან ხელს მიშლის. დისტრიბუცია მოდის და უფრო მეტი პრობლემა იქნება აქ. ტრანსპორტის შემოსვლა, გასვლა, რუსთაველის ქუჩას კეტავენ, უკანა მხრიდან გადიან. ვერ ხერხდება ვერანაირი დისტრიბუცია, ვერანაირი ნარჩენების გადაყრისთვის მოდის ჩემთან სამედიცინო კომპანია, სადაც ჩვენ ნარჩენები გააქვთ ყოველდღიურად და იმათაც ხელი ეშლათ უზარმაზარი მანქანა. შემოდიოდნენ შვიდად წყნარად აყენებდნენ გაყოლებაზე. ეხლა ამის შესაძლებლობა არ არის, უშველებელი მარშრუტკა შემოდის და მერე უკან გადის. ის რომ მეზობლები ახსენებენ, რომ მანქანები შემოდიან აქ და ჩვენ ეზოს იყენებენ, ასე ხდება ქალაქში და საქართველოში ყველგან, ეს არ არის თავდაცვა. რუსთაველის 20 და 22 შორის განთავსებული შლაგბაუმი არის საერთო-სარგებლობის გზაზე განთავსებული, ალბათ ნახავდით. საჩივარი არის შემოსული 20 ნომრიდან, რუსთაველის 20 ნომერი ურჩივის 22 ნომერს, ვინაიდან მოხდა გზის ჩაკეტვა მოსახლეობის მხრიდან, ასევე უსაფრთხოებას უქმნის ხელს უშლის უსაფრთხოებას როგორც სახანძროს, ისევე სასწრაფოს. ხოლო რაც შეეხება განთავსების წესს, ეს ზოგადად წესი არ არსებობს, მუშაობენ მაგაზე სავარაუდოდ ძალიან მალე გვექნება ეგ წესიც. რაც შეეხება თუ კორპუსი გამიჯნული არის და ამხანაგობა 100% თანახმა არის, რომ განთავსდეს შლაგბაუმი, იმ შემთხვევაში ათავსებენ, ხოლო საჩივრის შემთხვევაში არა მარტო რუსთაველის 22-ში, არამედ ნებისმიერ ადგილას მოხდება კანონით შესაბამისი მოქმედებები.